ვერ იქნება ბევრი მიზეზის გათვალისწინებითაც კლასიკური საპროტესტო აქცია, ეს უკვე ვთქვი, ვერ იქნება, იმიტომ რომ ყველასი ჩვენი ემოციები, ფიქრები, განცდები დღეს არის ბათუმში. მაგრამ წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, როდესაც მძვინვარებს ტრაგედია, თურმე ამ დროს, ამ დღეებში და ამ საათებში და ამ წუთებშიც ვდგებით დილემის წინაშე, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, თვალები დავხუჭოთ, ამ მძიმე ტრაგედიის პარალელურად, მძიმე დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება, თუ ხვა ავიმაღლოთ და თვალი გაუსწოროთ რეალობას. ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ ხმა ავიმაღლოთ და ქართველი საზოგადოების ზუგდიდში ახლა ვიდრე ჩვენ საუბრობთ, საზოგადოებამ სამეგრელოში, საქართველოში ხმა აიმაღლოს და მკაფიო პასუხი გასცეს ხელისუფლებას იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩაიდინა ზუგდიდში, ხახტო, როდესაც მართლაც ყველანი გლოვაში ვიყავით და ვართ და გამიგია, დაუწერიათ, უთქვამთ, იცით რა, ზუგდიდში აქცია არ გადადეთ, ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთ, იყო ასეთი კითხვები და არ დაგიმალავთ, ფიქრობთ რა გავაკეთოთ, მაგრამ როდესაც ხედავთ და ვიცოდით, რომ დუმილი ხელს უწყობს ხელისუფლებას, რომ შედეგები გადაწეროს ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ და არც მივეცით და ამიტომაც გამოვედით ახლა და ძალიან მძიმეა ჩვენ თითოეული ჩვენგანისთვის არ ყოფნა ახლა, როდესაც ჯერ კიდევ ვეძებთ გარდაცვლილებს, ხო? მაგრამ სამწუხაროა, რომ ძალიან რთული კი არა, ოდნავაც რთული არ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც აი ამ შენობაშია მოკავათებული, ხალხის მიერ, ზუგდიდელების მიერ გამოხატული ნების მოპარვა რომ არ არის რთული საერთოდ, მაშინ როდესაც ისევ გავიმეორებ ტრაგედია მძვინვარებს და ამ დილების წინაშე დავდექით, თითოეული ჩვენგანი, რა გაგვეკეთებია და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და იმედია ყველა სწორად გავიგეთ. რა მოხდა 2 დღის წინ ზუგდიდში, სანამ სხვა კიდევ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებდით. ხაგნო, ჩატარდა არჩევნები და არა მხოლოდ ზუგდიდში, მაგრამ ვინაიდან ზუგდიდში ვარ, ზუგდიდში ჩაიდინეს საარაკო სიგიჟე, ნება მომეცით, ამაზე გავამახვილო ყურადღება. ტერორის ქვეშ, გაყალბების ქვეშ, შანტაჟის, სხვადასხვა სახის მუქარის, პირადობის მოწყობების ძალდატანებით ჩამორთმევი და ეს კამპანია გაშვილი ჰქონდა ქართულ ოცნებას მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით სამეგრელოში და სხვა რეგიონებში და მათ შორისაც ჰქონდა ზუგდიდში. ართმევდნენ ძალდატანებით ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პასპორტებს, პირადობის მოწყობას, რომ მათ შესაძლებლობა არ ჰქონოდათ არჩევნებზე მისვლის. მერე წოდებული კარუსელები, მერე წოდებული კრიმინალების სინამდვილეში სუსტად კავშირზე ყოფი მჭიდროდ ადამიანები და კიდევ რა მანკიერება არ მოიგონეს. აი ამ ყველაფრის და მიუხედავად ზუგდიდში დამაჯერებლად მოიგეთ თქვენ, დამაჯერებლად მოიგო ხალხმა, საზოგადოებამ და ამით პასუხი გასცა საკადრისი ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. მაგრამ რა გვითხრა არჩევნებიდან სულ რაღაც 4 დღეში, 5 დღეში ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ მან გვითხრა, კი ბატონო, ხო გაშანტაჟეთ, ხო დაგემუქრეთ, ხო ვიძალადე, ხო მოგისყიდეთ, ხო შეგაშინეთ სადღაც, ხო დაგიტრიალეთ კარუსელით, ვერ გავიმარჯვე მაინც, მაშინ ეხლა მე უნდა ავდგე და გადავწერო შედეგები და თქვენი კანდიდატი პირველ ტურში გამარჯვებული უნდა გამოვაცხადო არჩევნებიდან 5 დღეში დამარცხებულად და ეს გააკეთებია აქ თავის ხელქვეითებს და ამაზე თვალს არავინ არ დახუჭავს. ხახნო, შეუძლებელი არის ჩვენ ამ ბრძოლაში შეგნებით ვართ შემოსულები.
არც მერობის მერობისთვის ვიბრძვით კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით, არც დეპუტატებისთვის, ხახო, არც სავარძლისთვის. ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის მომავლისთვის, ზუგდიდის მომავლისთვის, მარტვილის მომავლისთვის, ბოთის, თბილისის და აშენდა ვიბრძვით, ხახო, ჭოროწყუ, წალიჭიხა და სხვა კიდევ ბევრი, ხო, სენაკი და ძალიან ბევრი გამორჩება ხა და უნდა აპატიოთ. ვიღაცას დღემდე არ ჯერა რომ ეს გამოძრავებს, ეს არის ჩვენი წრფელი გული. ჩვენი წრფელი გული ამას გვეუბნება. გამიგეთ? ამას გვეუბნება. ამიტომ ჩვენ ვართ ახლა იმ პროცესში, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება, ხახდო, ჩვენი გამარჯვებით, ანუ ხალხის გამარჯვებით. ნუ რავის, ნუ ეგონება. ისიც იცოდე და ისიც მინდა გითხრათ. ჩვენზე კარგად იციან, რომ დამარცხებულები არიან. ერთადერთი რამის იმედი გქონდათ, რომ ჩვენ დავიღლებოდით და იქნებ ფარფალი დაგვეყარა, მაგრამ ეს არ მოხდა, ეს ვერ მოხდა და ეს არასოდეს არ მოხდება. ჩვენ იმიტომ კი არ ვებრძვით ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, რომ უბრალოდ ის არ მოგვწონს, ისინი არ მოგვწონს, არა. არ ვებრძვით იმიტომ, რომ უბრალოდ გვინდა ისინი შევცვალოთ, რომ ცუდები არიან. არა. ჩვენ ხელისუფლება ხახნო არ ყავს. არ არის ეს ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე არის კრიმინალებით დაკომპლექტებული. ერთმა ბიძინა ივანიშვილის ჩემის აზრით ძალიან უხერხულად, მაგრამ მე ხოტბებ ჩვენ ყველას გვითხრა თელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილი ყველაფერშიაო, ყველგან არისო, ყველაფერშიაო. ეს არ არის მართალი. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერშია, იქ სადაც მანკიერებაა. ბიძინა ივანიშვილი იქ არის, სადაც გაყალბებაა. ბიძინა ივანიშვილი იქ არის, სადაც ძარცვაა, სადაც ადამიანების დამცირებაა. ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი იქ არის, სადაც ქართველებს ამ ქვეყნიდან აგდებს. ბიძინა ივანიშვილი იქ არის, სადაც აკეზებს ადამიანებს, რომ ხალხს არჩევანი მოპარონ და გაუყაბონ. ბიძინა ივანიშვილი იქ არის, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში უნდა გამოამწვდიოს. ბიძინა ივანიშვილი იქ არის, სადაც ყველა ჩვენგანი აბუჩად უნდა აგვიგდოს. იქ ნამდვილად არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იქ, სადაც ისტორიის ორი მხარეა. და ამას თავისი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ შეუძლებელია სიბნელე იყოს სინათლეში. შეუძლებელია ხახნო, შეუძლებელია პატრიოტებთან ერთად, შეუძლებელია გულანდებულ ქართველებთან ერთად იდგეს აწოს ძალიან მავნე პერსონაჟი. ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ ხახნო, ჩვენ უნდა კარგად გავაცნობიეროთ, რომ პატივი გვერგო განგებისგან ვიყოთ ცოცხლები, შეგვეძლოს გადაადგილება, კონდეს ბრძოლის უნარი და ჟინი, საკმარისი მოტივაცია და ენთუზიაზმი, ბრძოლის სულისკვეთება, რომელიც ეს ყველაფერი გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში დამწეროთ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი, ხახნო, ეს პატივია. თითოეული ჩვენგანისთვის ვინც გიყოლს ეს პატივია, რომ 2021 წელს ერთი მხრივ ძიმე გამოწვევებია, მაგრამ მეორე მხრივ ამ გამოწვევებს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, ქვეყანაში სადაც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ძალიან გამორჩეული ლიდერი ციხეში ახლა ვითევ საუბრობ და ის ბისმეს მადლობა ღმერთს ამის შესაძლებლობა მაინც მიცეს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ დღემდე არ ეძლევა სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა. ელემენტარულად ტელეფონი რო არ იყოს და დედას დაურეკოს აქ ქალბატონ გიულის ან მამას ან შვილებს, ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. ეს ცალკე კიდევ საკითხი არის განსახილველი, რა რეჟიმთან ვებრძვით. თითოეული ჩვენგანის ხახნო რწმენა არის იქ, სადაც გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის როგორც პოლიტიკური ლიდერის
გათავისუფლება კი არ არის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტია საუბარი, ხახტო. ქვეყნის მესამე პრეზიდენტია საუბარი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტი. ეს არის ჩვენი მომავლისა და ღირსების საკითხი, ხახნო, და არა ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებისა და წევრების საკითხი, ხახნო. არა. მისი დახსნა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, არ არის და ვერ იქნება და არც ვაკადრებ თითოეულ ჩვენგანს და მას პირველ რიგში რომ საკითხებული პარტიის საქმეა. არა მომავლისა და ღირსების საკითხი ამ სახელმწიფოსი და ამ ქვეყნის, ხახნო. არ შეიძლება გაგვიჭერდა ყველაფერი ვეჩვევით თითქოს ყველაფერს არ შეიძლება ჩვენ აქ ვიყოთ და ქვეყნის სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტი იყოს ციხეში ახლა გამოწვეული, ხო? მაგრამ კანონზომიერება არ ხდება. შეუძლებელია ეს ყველაფერი სხვაგვარად განვითარდეს, ხახნო. ამაზე ნუ იდარდებს. ნუ რავი თქვენგანი ნუ იდარდებს. ამ ადამიანმა მართლაც თავი გადადო თავისი წმენიდან გამომდინარე და თავდადება და თავგანწირვა აჩვენა და რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს მავანისთვის ჯერ კიდევ შესაძლებელია ტელეეკრანებს ახლა უყურებენ და მისმენენ მე რაც ვსაუბრობ და როგორ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილის და ისე პათეტიკად მოეჩვენოთ. არა, ეს ყველაფერი გააკეთა სახელმწიფოს სიყვარულის გამო და არ არის აუცილებელი და ღმერთმა დავკიფავთ ეს არ მოხდება რომ სიცოცხლეში კი არ ვაფასებდეთ ერთმანეთს. უბრალოდ გარდაცვალების შემდეგ კი არ ვაფასებდეთ ერთმანეთს, ხოლო არამედ უნარი გამომიუშავოთ და სიცოცხლეში დავაფასოთ ერთმანეთს. მე ძალიან პატარა ვიყავი. ახალგაზრდა ძალიან, ნუ შეიძლება ითქვას ბავშვი, ხო, როდესაც ზუგდიდში ჩამოვდიოდი წელიწადში ორჯერ და მახსოვს როგორ ებრძოდა მავნე ძალა ზუგდიდის წინააღმდეგობას და ზუგდიდის ბრძოლის უნარიანობის გატეხვა უნდოდათ, მაგრამ ვერავინ ვერ გახდა, ვერც ერთი ვერაგი მტერი, ვერც ერთმა ტერორმა ზუგდიდელს ვერ აღებია ბრძოლაზე ხელი. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, 11 წლის ვიყავი, 91 წლის და ნახევარი საქართველო მინიმუმ თანხავდა, ლანძღავდა და ავტომატით ხელში ესროდა პირველ პრეზიდენტს ამ ქვეყნისა და იმ წლებში 91 წელს მე როცა ვიყავი ბევრ ადამიანს ეს მოწონდა და ვერ იაზრებდა რას აკეთებდა რომ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ესროდნენ და არაფრად აგდებდნენ. მაგრამ გავიდა წლები 20 წელი 30 წელი 32 წელი და მიხარია რომ ჩემს გარშემო უფროსი თაობის ბევრი წარმომადგენელი შემდგა ვიცნობ მამას მეგობრები ქაბატონგიულის თაობის მამა და ქაბატონგიულის თაობის წარმომადგენლები ვინც შემდგა გულახდილ საუბარში მეუბნება რომ შვილო სანამ რამეს გააკეთებ სანამ ემოციებს მიენდობი კარგად დაფიქრდი და ორჯერ გაიაზრე იმიტომ რომ მე შეცდომა დავუშვი 91 წელს და მინდოდა ზვიად გამსახურდიას სიკვდილიც გაგდებაც დაჩაგვრაც, მაგრამ ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებო და დღეს მე ამ თვალსაზრისით მონანიებაში ვარ. ხო და გავიდა 32 წელი ხახნო და ჩვენ რა გვინდა რომ ამ სახელმწიფოს რომლის დამოუკიდებლობა 32 წელია ორი პრეზიდენტი ყავდეს ისეთი ვინც ძალაუფლება ხელში ჩაგდებულმა ძალა გაწირა და დღეს ვინც ქილიკობს მიხეილ სააკაშვილის პარტიურობაში ყოფნაზე გავიდეს 20 წელიწადი და იმან მერე უთხრას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს ეს რა გავაკეთეთო? არ გვინდა ის ვიხილოთ ძვირფასო მეგობრებო, ტელემაყურებლებო, ჩვენო ხარდაჭერებო, არა ხარდაჭერებო,
ის რაც თუნდაც უკრაინაში დავინახებთ ჩემი თვალებით, როდესაც ყველა პრეზიდენტი ერთად ახერხებს დგომას, ის რაც ხდება სხვაგან, ის რაც თუნდაც სომხეთში ხდება, მეთქვა გაუმარჯოს მათ ჩვენი თავარი ერთ-ერთი მეზობელი სტრატეგიული სახელმწიფოა, ხო? შაშან არჩევნებზე სხვადასხვა პრეზიდენტი, სხვადასხვა ეტაპზე ვინც იყო სომხეთის მართვაში, ხო? სახელმწიფოში იყრიდა კენში, სომხეთშიც ხახდო, იქ სადაც დემოკრატიის ხარისხი გაცილებით გავარესებული იყო ვიდრე ჩვენთან. და დღეს აგერ დგავა პირდაპირ ეთერში და ამის თეთრი შური შემშურდეს სომხეთის სახელმწიფოში. ეს არ გვინდა ახლა? თუ მაინდა-მაინც პროპაგანდა რაზეც საუბრობს ბიძინა ივანიშვილის, იმას უნდა დავყვეთ, ეს ასე არ იქნება ხახდო. დღევანდელი ძალიან უხერხულ დღეს აქცია, რომელიც მივიღეთ მაინც გადაწყვეტილება და ჩავატარეთ, ერთ ძალიან ძლიერ გზავნეს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს, ხახდო. ჩვენ მოვიგეთ დამაჯერებლად ზუგდიდი, ხახდო, და არა მხოლოდ ზუგდიდი. და არავის მოვაპარინებ ამ არჩევას. ძალიან შვიდი ვარ, ვცდილობ ინტონაციაც შევარჩიო, ტონალობაც, რამე თუ ტრაგედია ტრიალებს ჯერ კიდევ ქვეყანაში, ხო? მაგრამ ვესტები ძალიან რბილად უთხრა ბიძინა ივანიშვილს, ხახდო, და ასე დაგიმალავთ. ჩვენ ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ აქვე მინდა გავავთხილო, რომ ის 20-ვე ოლქში, სადაც არჩევნები ჩატარდება 30 ოქტომბერს, და სადაც ჩვენი ხალხის თავგანწირვით, ერთგულებით და ბრძოლით და ერთიანობით, რაც მთავარია, და გაერთიანებით, რაც მთავარია, მოვიპოვებთ გამარჯვებას, იმას არავის არ გავატართ. აი აგერ დგავარ მე მამასთან და მიშა სააკაშვილის დედასთან ერთად და მე ამაყება, რომ თაობები ვართ ერთად ამ ბრძოლაში და მე არ მიგის სიცოცხლე, არ მიგის ჯანმრთელობა იმ ქვეყანაში, თუნდაც კონდეს ელემენტარული სოციალური გარანტია, სადაც მეწოდინება, რომ თელმა ზუგდიდმა ხმა მიცა ერთ კონკრეტულ აღებულ კანდიდატს, მერე ამ უბანზე თვითონ ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი დეტალები და მინდა ახსნა რა გააკეთეს, ხახდო. და გადათვალა ქართულმა ოცნებამ, არჩევნები ხო დასრულდა 2 ოქტომბერს, გადათვალეს და მანუჩა ფიფია ჩვენი მეგობარი, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში, ქართულმა ოცნებამ არ დაიჭირა, სადაც 17 წარმომადგენელი ყავთ უბანზე, 17 იყვნენ, გესმით თქვენ? 17 და როგორ მოგვიგო ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორ მოგვიგო და მოდიდო გადავთვალოთ ხმებიო. ჩვენ რამდენი ვიყავით? სულ რამდენიმე წარმომადგენელი ვიყავდა, ხო? 2 წარმომადგენელი ვიყავდა ჩვენ ოპოზიციას და 17 იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ხახდო, მათი ინტერესების განვითარება გადათვალეს 2 ოქტომბერს, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, იძულებულები გახდნენ, რომ ოქმი დაეწერათ და გაფორმდა გამარჯვებულად კანდიდატი, რომელმაც რეალურად მოიპოვა. ამ შემთხვევაში მანუჩა ფიფია, ხო? ესე იგი გავიდა 5 დღე და გადათვალეს აი ამ შენობაში. აი ამ შენობაში. გადათვალეს ხმები და თურმე უამრავი ბიულეტენი ყოფილა ქართული ოცნების სასარგებლოდ, მაგრამ იმ 17 კაცს ორჯერ გადათვლისას თურმე გამოეპარათ და მხოლოდ აქ აღმოაჩინეს სინამდვილეში რა მოხდა, ხახდო. გაახსნეს რა თქმა უნდა დალუქული ტონა, რა სადაც ინახებოდა, რასაც უნდა დაკეთებდნენ, მერე ყასიდად მოიწვიეს რაღაცას ხდომა, გესმით? და გვითხრეს რომ აი ესეა და ამას უნდა რომ შევეგუო ჩვენ. ვერ შევეგუებით, ეს არ იყო ერთადერთი ხახდო პრეცედენტი. ამიტომ ჩემო კარგებო, დარჩენილ დღეებში, დარჩენილ უმნიშვნელოვანეს დღეებში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სამაგალითო ბრძოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე მინდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვა ახლა და კიდე გავიმეორებ, ჩვენ ახლა ვართ აქ შეკრებილები და ეს შეკრებები უნდა გაგრძელდეს
საარჩევნო ბატალიებთან ერთად. ერთიანობაც შედგება, გეწყინებათ, ჩემო მეგობრებო, გული დაგწნებათ, როდესაც ჩვენ აქციას ვასახელებთ და რომელიღაცა პოლიტიკური პარტია შეიძლება არ მოვიდეს, ხო? ოპოზიციური. ეს მათი არჩევანია. თუმცა მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობას ყველანი უნდა ვაპროტესტებდეთ და ვიცი რომ ყველა სოლიდარული და ძალიან მიხარია. აქ ახლა ამ წუთას რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი ლელო საქართველოს პარტია წარმოდგენილი მათ მადლობა ასევე ნინო ბურჯანაძის პარტია ლეიბორისტები და დიდი მადლობა მაგრამ დიდი მადლობა ევროპული საქართველო ბუნებრივია იცით რა არის ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ასევე აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრი თბილისში 14 ოქტომბერს 6 საათზე აი იმდენი უნდა შევიკრიბოთ რომ არასოდეს ჯერ გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებივარ და რა არის თავარი მიზეზი იქ შეკრების ხახნო გასაგები ამაზე ვილაპარაკე ჩვენი ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა ვალია რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ სადაც მისი ადგილი არ არის მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით იმისათვის რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს რომ ესე არ არის ბიზინა ივანიშვილო იცი რომ ვისაც გინდა ჩასვამ დაიჭედა შენი მერე ბინძური პროპაგანდით twins გამოურეცხავ ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ კონკრეტულ თარიღს 6 საათზე თავისუფლების მოედანზე 6 საათზე 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე თბილისში და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ღირსეული საქართველოს მოქალაქე რომელთა ნაწილი დარწმუნებული ვარ სულ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის არც ხარდაჭერი და არც ამომრჩეველი მაგრამ იქ იქნება რატომ იცით იმიტომ რომ როდესაც ღმერთმა აქნას ხვალდაზე როდესაც ეს ვითარება რო შეგვექმნას სხვა გახდება პრეზიდენტი და სხვა გახდეს და იმას დაიჭერენ რაც არ უნდა მოხდეს ხო არ ექნება მიხეილ სააკაშვილის იმის მორალური უფლება და არ ჩვენ რომ მის ხარდასაჭერად როგორც პრეზიდენტის გარეთ არ ვიდგეთ აქ საუბარი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ხახნო და მე დარწმუნებული ვარ ახლა დაკავებული რო ყოფილიყო დაბატიმრებული რო ყოფილიყო უკანონოდ სრულიად ბიზინა ივანიშვილის დილეგში რო ყოლოდა პრეზიდენტი ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს და მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო გარეთ და სრულიად მიუღებელიც კი ყოფილიყო მისთვის ის დაკავებული პრეზიდენტი დაბატიმრებული ის აუცილებლად გავიდოდა თავისუფლების მოედანზე ხახნო ამიტომ რატომ ახსენე ეს რწმად ეს არ არის ვიწრო პარტიული შეკრება და ვერ იქნება